დიაპაზონი ელისაბედ ლიზი კუჭავა. ეს არის ზაქარია როჭიკაშვილის საავტორო გადაცემა ესკულაპი, რომელიც გადის ტრადიციულად 4 შაბათს, ტრადიციულად 20 საათზე. მისი განმეორებით ნახვა შეგიძლიათ მეორე დღეს დღის საათებში, ან იმავე კვირის შაბათს ან კვირას. ჩემი დღევანდელი სტუმარი არის ბატონი ზაქარია როჭიკაშვილი, გასტროენტეროლოგი, ონკოლოგი, ექიმი, რომელიც არის ზაქარია როჭიკაშვილის გასტროენტეროლოგიური კლინიკა ესკულაპის ხელმძღვანელი და მთავარი სპეციალისტი და ძალიან საინტერესო რესპონდენტი ადამიანი, რომელთანაც საუბარი ჩემთვის ყოველთვის არის რაღაცა ახალი აღმოჩენა ხოლმე და ბატონ ზაქარია, ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ კიდევ ერთხელ, რომ გამონახეთ დრო იმისთვის, რომ ჩემთან ერთად დამჯდარიყავით და ტელემაყურებლებისათვის ძალიან საინტერესო თემაზე გესაუბროთ. ეს არის სისხლდენები გასტროენტეროლოგიური ტრაქტიდან, ანუ პათოლოგიები, რომლებიც პაციენტს ძალიან ხშირად არა მარტო აშინებს, არამედ ქმნის ძალიან ბევრ მითს და ხშირად მოგისმენია ხოლმე, რომ აი ადამიანი დაიღუპა მედიკამენტების მიღების ფონზე, იმიტომ რომ მას ჰქონდა სისხლდენა დაუშვათ გასტროენტეროლოგიური ტრაქტიდან, აქედან გამომდინარე გასტროინტესტინური სისხლდენები ზოგადად არის ერთ-ერთი ძალიან დიდი პრობლემა სამედიცინო სფეროში და მეცაც ვიტყვი დღესდღეობითაც და დიდი ხნის წინაც ესე იყო, ფარმაკოლოგიური ინდუსტრია ყოველთვის ფიქრობს და ზრუნავს იმაზე, რომ პრეპარატები, რომლებიც მზადდება გასტროინტესტინალური სისხლდენის თვალსაზრისით საკმაოდ უსაფრთხო იყოს, იმიტომ რომ ეს არც თუ ისე იშვიათი გართულებაა. დღეს ამ თემაზე ჩვენ დაგველაპარაკება ბატონი ზაქარია. მადლობა მინდა გითხრათ ბატონ ზაქარია, რომ გამონახეთ დრო იმისათვის, რომ დღეს ჩვენს ტელემაყურებლებთან გესაუბროთ ამ საინტერესო სისტემებზე, ამ საინტერესო თემაზე და მას ასე რა არის პრობლემა, რომელსაც გასტროინტესტინალური სისხლდენის სახელით ვიცნობთ ექიმები და რომელსაც პაციენტი ძალიან ესე ვთქვათ უფრთხის და უამრავ მითს ქმნის მის გარშემო. გასტროინტესტინური სისხლდენები ერთ-ერთი მართლაც და სახიფათო პრობლემაა დღევანდელ ქირურგიაში. ხშირად ხდება, რომ სისხლდენები იწყება წყლიდან, თორმეტგორაში ან კუჭის წყლოვანი დაავადების გართულება ერთ-ერთი ხოლმე. არსებობს ეგრეთ წოდებული მუნჯი წყლები. გასტროენტეროლოგიაში არის ცნობილი ესეთი დიაგნოზი. ძალიან მინიმალური ჩინილებს იძლევა ესეთი წყლები. განსაკუთრებით კუჭის წყლებს ახასიათებთ ეს. და პაციენტს თითქოს არასდროს არაფერი არ აწუხებს, არც იცის რომ მას წყული აქვს და ერთ დღესაც უცბად გავახოლმე კუჭში, შავი განავალით, კუჭის აშლილობით და კარგავს გონებას, სირიოფლი ახლავს ამასთან და ხდება კლინიკაში. რამდენი კლინიკები თითქმის ყველა აღჭურვილი არის ენდოსკოპიური აპარატურით და პირველ რიგში დიაგნოსტირება ხდება ემერჯენსის დონეზე და იქვე შესაძლებელია ამ სისტემების შეჩერება ენდოსკოპიური მეთოდით. ენდოსკოპიურად დაწყებული ადრენალინის ბალიშით დამთავრებული კლიპირებით ყველა საშუალებები არსებობს იმისი, რომ წყლები შეხორცდეს ელექტროკოაგულაციით, შეხორცდეს კი არა წყლებიდან სისტემები შეჩერდეს. და შემდგომ უკვე ფაქტიურად ძირითადად გრძელდება მერე მკურნალობა, ჩვეულებრივი წყლოვანი დაავადების მკურნალობა და პაციენტი გამოჯანმრთელდება ხოლმე. მაგრამ არის მორეციდივე წყლებიც ესეთი, რომელიც ერთხელ, ორჯერ, შეიძლება სამჯერაც კონდეს ეპიზოდები სისტემის და ესეთი წყლები, როგორც წესი, ჩვენ ექიმები თავად ვთხოვთ პაციენტებს, რომ ჯობია ესეთ შემთხვევაში ოპერაცია გაიკეთოს, იმიტომ რომ კოკა ბევრჯერ წყალს ვერ მოიტანს, ხო? და რა არის მიზეზი? წყლოვანი დაავადების გაჩენის ერთ-ერთი მიზეზი, ადრეს ვთქვით ჩვენ, რომ ეს არის გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადებით იწყება ეს ყველაფერი, ხო? და ამის ფონზე ვითარდება ეროზიული პროცესები, მერე
რთულდება უკვე წყლოვანი დაავადებებით და ასე შემდეგ. ერთ-ერთი გასტროინტესტინური სისტემის ერთ-ერთი სახეობა არის ეგრეთ წოდებული მელორი ვეისის დაავადება, იცით თქვენ ეს არის კუჭის კარდიული ნაწილის ლოწოვანის ნახეთქი. და ძალიან ხშირად ვითარდება ხოლმე ეს გამუდმებული ღებინების ფონზე. გასტროინტესტინურ სისხლდენებს განეკუთვნება აგრეთვე საყლაპავის ვარიკოზული ვენებიდან განვითარებული სისტემები, ეს ციროზიან პაციენტებს ემართებათ, საყლაპავის ლორსქეშავენები ვარიკოზულად შეიძლება და მერე ხდება მისი გახეთქვა პორტული ჰიპერტენზიის ფონზე. შეიძლება სისტემები იყოს წვრილი ნაწლავიდანაც, რაც სხვა ინფექციური დაავადებების დამახასიათებელია და წვრილი ნაწლავიდანაც წყლოვანი კოლიტების დროს ხშირად არის ხოლმე დაცემდება რაღაც მაგისტრალური სისხლძარღვი წვრილი ნაწლავის კედელში და იქიდან გვაქვს ხოლმე სისტემა. ყველა ეს შემთხვევა განსაკუთრებულ კვლევებს საჭიროებს და ამ შემთხვევაში შეუძლებელი მეთოდია კვლევის ენდოსკოპია, რომლითაც ერთ-ერთი სისტემის ლოკაცია დგინდება და დროულად შეიძლება ამ ენდოსკოპიის დროსვე მოხდეს სამკურნალო სადიაგნოსტიკო პროცედურა ტარდება ფაქტიურად. და ძალიან ხშირად პაციენტი პროცედურიდანვე უკვე ფაქტურად სისხლდენა შეჩერებული. განსაკუთრებულად საშიშად ითვლება უფრო კუჭის სისტემები, კუჭიდან და საყლაპავიდან, იმიტომ რომ მანამ პაციენტი ხალხიერად ნახავს განავალში ამ სისხლს, მანამდე ძალიან დიდი დროა ხოლმე გასული, კუჭი საკმაოდ დიდი რაოდენობით იტევს სისხლს და ფაქტიურად შეიძლება კლინიკაში მოხდეს უკვე ფაქტურად გამორეცხილი მთლიანად, რომ და კუჭში ამ დროს ხდება ხოლმე მასიურად სისხლის კოლტები, დასათვალიერებლად ძალიან რთულია ესეთი კუჭი თანმიმდევრებს, იმიტომ რომ სისხლი როცა არის კუჭში ის მხედველობის დროს ფარავს ფაქტიურად ძალიან რთულია და ექიმი უნდა ფლობდეს საკმაოდ უნარჩვევებს, რომ მოძებნოს და დროულად იმოქმედოს. აი, მოკლედ ეს შეიძლება ითქვას გასტროინტესტინური სისტემის. ეს ძირითადად როცა არის მწვავე სისხლდენები, თუმცა შეიძლება პროცესი ქრონიკულადაც მივიდეს პაციენტი ამ შემთხვევაში შეიძლება სხვა დიაგნოზით მოვიდეს ექიმთან, დავუშვათ ანემიით და მერე იცნება დიაგნოზი, რომ გასტროინტესტინალური ტრაქტიდან შესაძლოა იყოს. რა თქმა უნდა, როცა ანემიურია პაციენტი ხო და სისხლის ანალიზი გვეუბნება, რომ კინოდეფიციტურ ანემიასთან აქვს საქმე, იქ პირველ რიგში აუცილებლად უნდა შემოწმდეს განავალი ქარულ სისხლდენას. და შეიძლება სისტემაც არ იყოს და კინოდეფიციტური ანემია გამოწვეული იყოს თუნდაც დაბალი სიმჟავით. იმიტომ რომ კუჭში მჟაობა თუ არ არის, რკინა არ იჟანგება ელემენტარულად და ვერ ითვისებს ადამიანი ამ რკინას, ხო? ამიტომ ანემია საკმაოდ ისეთი სიმპტომია, რომელიც დიდ ყურადღებას მოითხოვს ექიმებიდან. ხო. სხვა ფაქტორით შეიძლება. ძალიან ხშირად პაციენტი ჰემატოლოგიური არ არის, ხო? კინოდეფიციტური ანემია არც არის ჰემატოლოგიური პრობლემა. ეს შეიძლება რკინის დეფიციტი გამოწვეული იყოს B12 ვიტამინის ნაკლებობით, შეიძლება გამოწვეული იყოს ისეთი ჰორმონის უკმარისობით, როგორც არის გასტრინი დაუშვათ. კი ბატონო, ასევე გინეკოლოგიური პრობლემები და უამრავი სხვა რამე ხო მართა. რა თქმა უნდა. რკინა, გარდა იმისა, რომ ჰემოგლობინის წარმოშობს, ხო, ის რკინა უნდა დეპონირდეს კიდევაც ორგანიზმში, რომ წარმოშოს მერე ჰემოგლობინი. რასაც ის მაჩვენებელიც არის ჩვენი ფერიტინი.
ფერიტინის ოდენობა. შეიძლება ფერიტინი აღარ არის ელემენტარულად და რანაირად წარმოქმნას. ასე რომ ყინადეფიციტური ანემია თავისთავად სისხლდენების ერთ-ერთი მიზეზი ყინადეფიციტური ანემიის სისხლდენები არის ხოლმე, მაგრამ სისხლდენის გარდა ბევრი ფაქტორები არსებობს იმისი, რომ მოხდეს ყინადეფიციტური. აი, ბატონ ზაქარია, რაც შეეხება მელენას, ხშირად პაციენტისთვის მელენა არ წარმოადგენს, ასე ვთქვათ, მანიფესტირებას სისხლდენის, იმიტომ რომ ისინი ფიქრობენ, რომ სისხლდენა თუ არის, უნდა იყოს სისხლი და უნდა კონდეს სისხლი. კუჭიდან სისტემა, კუჭნაწლავის ტრაქტის ზედა სართულიდან სისხლის ფერი არ არის ეს. ეს დამახასიათებელი კუჭიდან სისხლდენისას განავალი აუცილებლად თხელდება კუჭეში პაციენტი და განავალი იძენს ესეთი მუქი შინდისფერი ძალიან მოშავ ფერს. აი დამპალი შინდისფერი უნდა იყოს, ხო? და ერთ-ერთი ძალიან კარგად აღწერენ ხოლმე თვითონ პაციენტები, რომ უნიტაზი მთლიანად მოისვრება ხოლმე. და აუცილებლად კუჭში გასვლის შემდეგ ასხამს ცივი თავბრუსხვევები წნევა ვარდება. ხო. ამ დროს ალისფერი სისხლი შეიძლება მივუთითებდეს უკვე ალისფერი სისხლი პროსველი ნაწლავის პრობლემებიდან უნდა იყოს, სისხლის ფრათო ხედავს ადამიანი, ის არ არის უკვე დაჯანგული, აშავებს სისხლს, ნანოს გაშევებას იწვევს დაჯანგული სისხლი. სისხლის რკინა იჟანგება და კუჭი უნდა იყოს. ამ დროს ჰემოროიდალური კვანძიდან შეიძლება ჰემოროიდული ალისფერი სისხლი იცის იმან ცოცხლანაირი სისტემა იცის სუფთა გადავალი გამოვა და მერე ზემოდან დააწვეთავს ხოლმე. თუმცა აქაც ანალოგიურად პაციენტ შეიძლება ქონდეს ანემიაც თუ ქრონიკული პროცესი. ხშირია სისტემები განსაკუთრებით მამაკაცები ვერ იტანენ ესეთ უნიშნულო სისტემასაც. ზოგადად მამაკაცის ორგანიზმის ჰემოგლობინის ცვლილებისადმისად ძალიან ცნობიერია, ეს ბიოლოგიურადაც არის იმიტომ რომ ქალი ნიჩვეულია მაინც შეიძლება სისხლის კარგოსა. და თან ემზადება თითქოს დედობისთვის და ტოლერანტია ასე ვთქვათ. ხო, ჰემოპოეზი უფრო გაძლიერებული აქვს ქალბატონებს. აი ეს არის გასტროინტესტინური სისტემების შესახებ რაც შეიძლება ვთქვათ. როგორ უნდა შეჩერდეს გასტროინტესტინური სისტემა ენდოსკოპიურად. ამისთვის არსებობს რამდენიმე მეთოდი არის ელექტროკოაგულაციის სისტემის კევის მოწვა, მაგრამ სისტემა თუ აფისებიანი პროცესთან მიმდინარეობს, იქ მოწვა კატეგორიულად არაფერს არ მოგცემთ, იმიტომ რომ ანუ შეიძლება უკვე თქვენ ახალი მისიც ახსენებთ ჩვენთან რომ ონკოლოგიური პათოლოგიაც გახდეს ასეთი სისხლდენის მიზეზი თავისთავად. რა თქმა უნდა, სიმსივნე რომ იშლება ქრონიკული სისხლძვენა ახასიათებს იმას და ჰემოგლობინის გაცემას და ყველაფერი, მაგრამ კიდევ ვიმეორებ ელექტროკოაგულაციით ძალიან არა საიმედოა ელექტროკოაგულაციით ესეთ სისტემების შეჩერება, იმიტომ რომ ერთი ვერსია შეჩერებს, შეიძლება უფრო და გააღრმავა. გაჩნდეს ისაბსო. თუ ონკოლოგია და თუ სისტემა ანემია მიდის და ის სასწრაფოდ უნდა გადაუსხა პაციენტის სისხლი და შეიყვანა ოპერაციაზე და გააკეთა ოპერაცია. თუმცა იყო დრო მედიცინაში, როდესაც პრაქტიკულად ყველა კუჭიდან სისხლდენა მთავრდებოდა ოპერაციით. დღესდღეობით უკვე ენდოსკოპია იმდენად მაღალ დონეზეა, რომ მაქსიმალურად ენდოსკოპიამ არა, თერაპიამაც თავის საქმელი თქვა, იმიტომ რომ რაც გაჩნდა უკვე ბაზარზე, სამედიცინო ბაზარზე პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, ომეპრაზოლის სახით რომ გამოვიდა და მერე სხვადასხვანაირი ათასნაირი პრაზოლები დაემატა. ამან ფაქტიურად ქირურგიულ დაავადებათა ნუსხიდან გადმოიყვანა ნელ-ნელა გადმოაჩვენა თერაპიულ დაავადებათა ნუსხაში წყლოვანი დაავადებები, თორე ადრე კაცრად ქირურგიულ დაავადებად ითვლებოდა კუჭის წყლოვანი დაავადება, 12 კუჭის წყლოვანი დაავადება, ესეთ პაციენტებს ერთი თვე აწვენდნენ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ, ახლა დაიწყება სისტემა, ახლა დაიწყება და არ იყოს მედიკამენტები ვიკალინით შეხორცებული წყლული
ხანგრძლივი დიეტები, რომელსაც არაფერი შედეგი არ მოქონდათ მედიკამ, რა უნდა ეს. ანუ ეხლა არსენალი საკმაოდ დიდი არის წულოვანი დაავადებების საწინააღმდეგოდ და ხშირად ვამბობ კიდევ ხოლმე პაციენტი და ძალიან უგულისხმობა უნდა იყოს, ცოტა ზერელით უნდა უდგებოდეს საკმაოდ ზერელით თავის პრობლემას, რომ 12 ოჯახსა კუჭის წულოვანი დაავადების გამო ოპერაცია გაიკეთოს, საოპერაციო გახდეს. ძალიან იშვიათად რომ ისინი მწვავედ გაიხსნას და გახდეს რაღაცა დავიშალოთ. სტრესული წყლული წავიდეს, ხომ? სტრესული წყლები კიდე სხვა თემაა. სტრესული წყლები შეიძლება ნებისმიერი მანიპულაციის დროს, სამეცნიერო მანიპულაციის დროს მოხდეს თავშად სხვა საათებში შეიძლება ჩამოყალიბდეს ოპერაციის მსვლელობაში. და პარალელზე იკეთებს ოპერაციას. ფაქტიურად ანატომიურად ჯანმრთელ კუჭში შეიძლება სტრესულად 2 საათს ჩამოყალიბდეს წყული და შეიძლება მოხდეს კიდევაც სისტემა. ამიტომაც ეს მზაობა ყოველთვის. ამიტომ მე ესეთ რეკომენდაციას მივცემდი დღეს ქირურგებს, რომ ნებისმიერ ხანძლივ ოპერაციაზე, სხვა რამეზეც რო შეყავთ ადამიანი დაუშვათ ტრავმატოლოგიურ ოპერაციაზე, უნდა იქნას კუჭი გამოკვლეული. და ოპერაციის წინ აუცილებლად უნდა იხმარებოდეს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები და ოპერაციიდან გამოყვანის შემდეგაც უნდა უბრძოლდებოდეს. მანდ არის კიდე ერთი ძალიან საინტერესო თემა, ბატონ ზაქარია, ჩვენ ხშირად ხედავთ, რომ სხვადასხვა სპეციალობის ექიმები, როდესაც ნიშნავენ წამლებს, რომლებიც ეშინიათ, რომ კუჭზე არ იყოს რაღაცა მავნე ზემოქმედებით, ეს ძალიან ზერელი თავთქომე კუჭის გამცავიც დალია, ეს მითითებული და პაციენტმა არც იცის, როდის დალიეს, რა დოზით დალიეს და ეს რაღაცა მართლა ნამდვილად სასაცილო არ არის, მაგრამ კურიოზული სიტუაციაა უკვე თითქოს და მით უმეტეს ეკითხები კუჭის ანტიკოაგულანტებზე ხავს პაციენტი, მის კუჭი უნდა დაიცვას ექიმმა, აუცილებელია ეს კარდიოლოგიურ პრეპარატებს რო აძლევენ და კარდიომაგნილი ეგრეთ წოდებული სისხლის გამათხიერებელი კარდიოასპირინი, კარდიომაგნილი ეს საკმაოდ მძიმე დარტყმას აყენებს კუჭის ლორწოვანებს და თან ძალიან ხანგრძლივი გამოყენება აქვს ზაქარია პრეპარატებს ესეც მე ამის ეს კარდიომაგნილს ხალხი მომპას კამპეტივით ხლაპავს გამიგეთ ჩვენ პაციენტები რომ მოდიან როგორც ცოტა ასაკში ვინც არის შესული 40 წელს გადაცილებული თვითონ თავისი ტრიბულობენ და სვავენ ამას ვინ ასწავლათ ეს საწაიკითხეს ეს განსაკუთრებით ამ პანდემიის დროს გახსოვთ ალბათ რომ ახალდა თრომბის დასმა მნიშვნელოვანია და ეს რაღაცა მართალია ხო და მასიურად დაიწყეს ერთ პერიოდი პირველ დღეებში კარდიომაგნილი არც იყო აპტეკებში სულ შეისყიდეს გავრცელდა ესეთი სამედიცინო ინფორმაცია რომ თრომბის დასმა თვითონ მომცემდა და მე ამან გამოიწვია სიხდება ძალიან საინტერესოა თუ ჩვენ შევეხებით იმასაც რომ ძალიან ხშირად კუჭის წულოვანი დაავადება მანიფესტირდება ხოლმე კარდიოლოგიური ჩივილებით. ამას აქვს თავისი მიზეზი, რომ ერთი ნერვი აინერვებს კუჭას და გულსაც და ძალიან ხშირად პაციენტი იტკიებს გულს და ექიმთან გულს ექიმთან მიდის კარდიოლოგთან. კარდიოლოგმა შეიძლება მას დაუნიშნოს ეს პრეპარატები, რომელსაც ეს პარადოქსული წერა ხო მართალია. ხო და დაუშვათ იგივე კარდიომაგნილი. და დანიშნოს და ცოტა ხანში აწყვეტს სისხლდენა კუჭიდან. არის პირიქითაც არსებობს ინფარქტის აბდომინური ფორმა, კუჭს იტკიებს ადამიანს არ გულზეც. ზუსტად ეპიგასტრემზე იდებს. ხო, ეპიგაი აქ მტკივა აქვს, მტკივა სულა თავაკებასთან ერთად დაკავშირებული იძახის ამას და თუ სათანადო სიფრთხილე არის ყოველთვის გამოსაჩენილი, როდესაც გასტროსკოპიას აკეთებთ ჩვენ. მაგალითად ჩვენ კლინიკაში პირდაპირ მაქვს დათქმული, რომ გასტროსკოპია ის წინ აუცილებლად უნდა გაეძღვნოს პაციენტს წევა, უნდა დავთავოთ პულსი და ამიტომ ყავს სავალდებულოდ კარდიოლოგი კლინიკაში, რომელიც ორი კარდიოლოგი ყავს კლინიკაში გასულ. იმიტომ რომ ესეთი შემთხვევა ძალიან იშვიათობაა, მაგრამ იმ ერთ პაციენტისთვის 100%-ია.
ისეთ პაციენტი მოსაძებნი და გამოსარიცხეს. კი ბატონო, ასე წინაკვირასაც ყავდა ერთ პაციენტი, რომელსაც უნდა მოვიდა კუჭის ტკივილი და გარდიოლოგმა მოხსნა კვლევიდან პირდაპირ არა შეწადი. კარდიოგრამა, კარდიოეკოსკოპია ყველაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ ადგილზე კლინიკაში და უნდა და ასე დროს ბავშვად ინფარქტია და მუცელსიტკიებს ადამიანი კუჭსიტკიებს შენ შეიყვანო გასტროსკოპია დაძაბულობაზე დაჭიმულობაზე შეიძლება გააჩეროს კუჭი ხო? ნებისმიერ შემთხვევაში ესე წვავე აღმოცენებული ტკივილი ამ მიდამოში ბატონ ზაქარია საჭირო არის ალბათ სწორი გადაწყვეტილება ჰოსპიტალიზაცია დროული ხომართა და გაიგოს უკვე რა თქმა უნდა ხო დავუშვით ჩვენ სათანადო კლინიკაში და დააჩვენეს იქ მოგავებენ ინფარქტს თავის ფეხით მოვიდა ინფარქტიანი პაციენტი და ჩვენმა კარდიოლოგმა გასასწორებლად ამას მოგონა გავუკეთეთ გასტროსკოპია და გავუშვით კლინიკაში შესაბამისად ასე რომ სტაციონარში გადავანა კი ბატონო და იქ ალბათ სათანადო იმიტომ რომ საყოველთაოდ ცნობილი ფრაზა არის ორი მეგობრები უნდა აწვოსო არა რა თქმა უნდა იმიტომ რომ კორონაროგრაფია დაუშვა და რა თქმა უნდა ეხლა ჩვენ ყველაფერს სხვა რა ვიცი სტაციონარის პირობებში ტარდება და ძალიან კარგია რომ ჩვენთან მოვიდა ადამიანი და არ დაიწყო თვითმკვლელობა იმიტომ რომ ეს მართლაც რაც შეეხება კლინიკებთან და სტაციონართან კოლაბორაციას ძალიან კაი არის ჩვენ თანამშრომლობთ სხვა კლინიკებთანაც ბატონ ზაქარია და ძალიან კარგი იქნება თუ სხვა კლინიკებიც გამოთქვამენ ჩვენთან ერთად თანამშრომლობის კი არის ესეთი კლინიკები რომლებიც ფაქტიურად ჩვენ ესე ვთქვათ ჩვენგან მარაგდებიან. კი ბატონო და არა მარტო მარაგდებიან, არამედ პაციენტები მეგობარ კლინიკებს ვეძახი. კი ბატონო პარტნიორობა ასე კლინიკები არის როგორ არა და ჩვეულებრივია სამედიცინო პერსონალმა ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლონ და არა ეჭიდა უნდა მით უმეტეს ჩვენ ძალიან ისეთი სპეციფიური მიმართულებით ვმუშაობთ გასტროენტეროლოგია, რაც ნამდვილად უფუნება არის ყველა კლინიკისთვის. დიდ კლინიკებსაც კი არა აქვთ ესეთი დიდი გაყოფილება და ჩვენი კლინიკის მსგავსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა კიდევ ერთ დარგში. ძალიან ხშირად ჩვენი პაციენტები ამ მიმართულებით ხდებიან რევმატოლოგიური პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივად იმყოფებიან ანთებისაწინააღმდეგო არასტეროიდებზე, რომლებიც კიდევ ერთი ჯგუფია იმ მედიკამენტებისა, რომლებიც იწვევენ კუჭის გასტროინტესტინალური ტრაქტიდან არა მარტო დაზიანებას, არამედ შეგრძნებაში სისხლდენას და ძალიან დიდი ნაწილი მოსახლეობის მით უმეტეს ასაკოვანი ბატონ ზაქარია პრაქტიკულად ასე ცუდ სიტყვას უკან ძის სამედიკამენტებზე, ხო, ანუ ხანგრძლივად მოიხმარს. კალციუმის პრეპარატებს, კალციუმის საკმაოდ არ უყვარს კუჭს. დიახ. ხო, კალციუმის პრეპარატებს. გამაყუჩებლები ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ ტკივილ გამაყუჩებელს საშუალებებს რეგულობენ. კეტანოზე როზის ადამიანი უკვე და იზოლებულია რომ დალიოს ისე ვერ მოძრაობს. აი ქრონიკული შაკიკის დროსაც ფაქტიურად ადამიანებს უწევთ იმდენად დიდი რაოდენობით რომ მათი კუჭება კომპრომეტირებულია ხო მართალია? რა თქმა უნდა. აქ მარტო ის რომ დაუშვათ ძალიან სიტყვაზე რომელიღაცა კუჭის დამცავი არაფერს არ შვება თუ არ ნახა პროფესიონალმა და ზოგადად არ უნდა იყოს დისკომფორტი მედიკამენტის დალევის დროს. ანუ კუჭი ამატკივა ეს პრობლემა არ უნდა არსებობდეს ხო მართალია? ჯანმრთელი კუჭი არ იძლევა ტკივილის ნიშანს. და აქედან გამომდინარე არა მარტო შესაძლებელი, არა მარტო ვიზიტი გასტროენტეროლოგიაში შესაძლებელი არის, თუნდაც ენდოსკოპიაც გახდეს საჭირო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად კონკრეტულ ლოკაციას გაჩვენებთ პაციენტი. ხელით, რა ისად ტკივა და ესაც ერთ-ერთი გაჩვენებს. ვიზავე არის თითქმის პათოგნომური ტკივილი, თორმეტ გოჯას სულოვანი და კი ბატონო. რაც შეეხება კიდევ ერთხელ სისხლდენებთან დაკავშირებით ბატონ ზაქარია, განსაკუთრებით მასმედიადაც ამოქმედა ეს ჩვენთან სკრინინგ პროგრამები და ასე შემდეგ, ხალხმა უფრო მეტად დაიწყო ყურადღების მიქცევა მსხვილი ნაწლავის პრობლემებისადმი. მსხვილი ნაწლავის ონკოლოგია საუბედუროდ დღეს საქართველოშიც არ არის იშვიათი პათოლოგია და ჩვენთან კლინიკაში ბატონ ზაქარიას კოლონოსკოპიის დროს არც ისე იშვიათად უწევს ხოლმე იგივე პოლიპების მოცილება, იგივე საეჭვო ონკოლოგიური საფრთხით თვალსაზრისით უბნიდან აღება, მასალის, ბიომასალის შემდგომი გაგზავნით, რა თქმა უნდა.
და ეს კიდე ერთი დამატებითი, ასე ვთქვათ, ჩვენი კლინიკის მომსახურების კიდე ერთი დამატებითი მიმართულებაა. არ ვიტყოდი რომ უპირატესობა, იმიტომ რომ არც ეს ასეამოვნო დიაგნოზთან ყოფს არ მე დაახლოებით 15-16 წელიწადი ვიმუშავე ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში. განსაკუთრებით მაქვს გამოხვილებული ონკოლოგიური სიფრთხილე. ამას დიდი სიამაყითაც ვიცახი, იმიტომ რომ ნაწლავის ჩივილებით თუ მოდის ადამიანის სხვილი ნაწლავის ჩივილებით ხო ყველას როგორც წესი უტარებთ ჩვენ ფარუსის დენაზე ტესტს. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი სკრინინგის არის ტესტი ფარუსის დენაზე სლოვენებას უნდა აღმოაჩინოთ. სხვა კრიტერიუმით ნაწლავის სკრინინგისთვის პაციენტები არ შეირჩება. და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფარუსის დენაზე ტესტი რახან არის აუცილებლად ონკოლოგია უნდა იყოს. და ზუსტად ესეთ პაციენტებში უნდა მოხდეს პირველ რიგში ონკოლოგიური პრობლემების გამორიცხვა. რაც კეთილსაიმედოს ხდის დროული აღმოჩენის შემთხვევაში პაციენტის გადარჩენა, არა მარტო გადარჩენა, არამედ ცხოვრების ხარისხის დაბრუნებაც თავისუფლად ხდება. და ბატონ ზაქარია, ოპერაციის მასშტაბიც იცვლება. ხანდახან არის, რომ თქვენ მიერ ჩატარებული დავუშვათ პოლიპექტომია საკმარისია იმისთვის, რომ პაციენტი გაჯამრთელდეს. პოლიპს მოკვეთა, პოლიპი არის ჯერჯერობით არ არის საფრთხიანი პროცესი და დროული მოკვეთა ეს იმას ნიშნავს, რომ ის რისკი, რა რისკიც ჰქონდა პაციენტს, რომ შეიძლება ეს პოლიპი გადაგვარებულიყო, ეს რისკი იხსნება, ხო? ხო. შეაძლებელი ხოლმე პაციენტებს დღეში რამდენჯერ იღუები სარგეში. სხვას გაუკვირდება ხოლმე, ბევრჯერ. მაგრამ უწუქი რო გამოვა, დროულად იღებ, ხო? ზომებს. და 40 წლის განმავლობაში ნაწლავის ლორწოვანი არ არის ისევე ერთხელ მაინც იქნას დათვალიერებული. ეს უბრალოდ მოსახლეობის სამედიცინო განათლების მანიშნებელი ეს სკრინინგული კვლევები განსხვავებით კიდევ პროფილაქტიკური გასაჭიროები 1000-ში ერთხელ უნდა ჩაიტაროს ადამიანი. მაგრამ ენდოსკოპიას ისე უფრთხია ჩვენი ქართველი მოსახლეობა, ისე უფრთხია, რომ იცით რა ეს არის ბატონ ზაქარია, როგორც ჩვენ ნახეთ, ხო ამაზე ხშირად საუბრობთ. რაღაცა წარსული ტრამვული გამოცდილება ვიღაცა პაციენტის მიერ, რომელიც მე უყვება სხვებს, რომ როგორი მძიმე და ისეთი იყო. ჩვენ ჩაწერილი გვაქვს ძალიან კარგი ინტერვიუ, ჩემი წარმომაყურებელს ვთხოვდი ნახოს ქალბატონ დიანა მესხთან, ჩვენ ანესთეზიოლოგთან, სადაც ქალბატონი დიანა გვიყვება სულ რამდენი წუთი გრძელდება გასტროსკოპიაც, თუნდაც რომ იყოს დისკომფორტი დაუშვათ, რამდენად სწრაფია და მით უმეტეს როცა იკეთებს ანესთეზიით პაციენტი ვერც გრძნობს, არც ტკივა და ვერც ხვდება რა გაიგაკა კომერცალი. აქედან გამომდინარე, ვინც ამ პროცედურის გავლას აპირებთ, ჩემი რჩევაა ჩვენს ტელეკომპანიას უამრავი საინტერესო გადაცემა აქვს და უყუროთ კიდევ ერთხელ ამ გადაცემას, სადაც უკვე ანესთეზიოლოგის კუთხიდან საუბრობთ ამაზე. ბატონ ზაქარია, კიდევ ერთი საინტერესო თემა, რაც მე აქვე მინდა ვთქვა, აი პაციენტებს დავუშვათ რას ეტყოდით, ვისაც ეს დანიშნულება აქვს ექიმებისგან, მე ხშირად გამიგია, რომ აი ვიღაცა პაციენტი მიიყვანეს, მით უმეტეს მუშაობდი რეანიმაციაში, ჩაუტარა ექიმმა პროცედურა, გააჩერა სისხლდენა და შემდგომ ეწერებიან დინასზე. ისინი აღარ თვლიან საჭიროდ გასტროლოგის და აუცილებლად ის ქირურგიული განყოფილებიდან როდესაც გადის იმ პაციენტებმა, რომლებიც იძახიან, რომ ვერ გამომიშვეს პირდაპირ სახლში, ეგრე არ არის კარგად წაიკითხონ ის ინფორმაცია, რომელიც გამოატარეს, რომ აუცილებლად გასტროენტეროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ, უნდა იმკურნალოს გასტროენტეროლოგთან, იმიტომ რომ ეს პირველად დახმარებაა მხოლოდ და მხოლოდ, ხო? და საჭიროებს თუ არა განმეორებით ვიზიტი და აუცილებლად ენდოსკოპიას უკვე უნდა საკონტროლო ენდოსკოპიას ყოველ მკურნალობის შემდეგ უნდა იტარებდეს პაციენტი, თუ მას დადგენილია ხუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლოვანი დაავადება. რა ერთი
ინტერესის სფეროს წარმოადგენს, რა შედეგი გამოიღო აი ამ მკურნალობამ. ეხო კი ის ერთფრიანი მკურნალობა? თუ უფრო გავაგზავნოთ მკურნალობა. და თუ ეხო, მე უნდა გადავიდეთ შემანარჩუნებელ ეტაპზე დაახლოებით გარკვეული პერიოდი ეს ხუთის დამსავალი უნდა მიიღოს კიდევ რომ ეს შედეგი გამყარდეს, გამაგდეს. მაგრამ ჩვენ პაციენტებს უმეტესად გქონიათ რომ ჩივიდება თუ გაუვარა უკვე კარგად არის. აი ეს არის პრობლემა, იმიტომ რომ ფიქრობენ რომ იქ რეანიმაციაში დაიხურა ასე ვთქვათ პრობლემა და იქ უბრალოდ სისხლდენა შეაჩერეს. 3 დღე დაკვირვების ქვეშ ამყოფეს, არ განახლდა სისხლდენა და მე უნდა მას უკვე უნდა უმკურნალოს გასტროენტეროლოგმა, უნდა მიაკითხონ გასტროენტეროლოგმა. და კლინიკას რომელსაც არ აქვს დაუშვათ გასტროენტეროლოგიური მომსახურება, ეს თერაპიული მიმართულებით, ირიკის კლინიკა ამას რომ გააკეთოს, მე აუცილებლად მიუწეროს იქ ექიმმა, რომ საჭიროებს გასტროენტეროლოგიურ მეთვალყურეობას და მკურნალობის თუნდაც ჩვენ კლინიკაში ასეთი მეთვალყურეობა და მონიტორინგი შესანიშნავია. ქირურგს არ ევალება მკურნალობის დანიშვნა. ქირურგი აკეთებს ოპერაციას. აკეთებს დიახ იმ ჰემოსტაზი უნდა შექმნას მან, უნდა შეაჩეროს სისტემა, გარკვეული პერიოდი უნდა დააკვირდეს, რომ ხომ არ განახლდა სისტემა და მერე უმამას უნდა უკურნალოს არა ქირურგმა, არამედ გასტროენტეროლოგმა თერაპიული და აუცილებლად უნდა ჩატარდეს საკონტროლო ენდოსკოპია, რაც და ასევე მკურნალობის დასრულების მერე უნდა ჩატარდეს საკონტროლო კვლევა. გარდა ამისა, თუ ესეთი სისტემის ეპიზოდიანი წყულები გვაქვს ჩვენ, 3 წლის განმავლობაში წელიწადში ერთხელ ისე გვქნის კვლევა, რომ არ მოხდეს ამ წყულის დამუნჯება, ასე ვთქვათ. რაზეც საუბრობთ, ინტერვიუს დასასრულს ეგრეთ წოდებული მუნჯი წყული, ანუ წყული, რომელიც თვითონ და შეიძლება მუშაობს წყული ისევ გაიხსნას და ჩილს აღარ იძლეოდეს. ძალიან ხშირად ხდება ეს. შენიღებულია. და ძირითადად სისხლდენები ესეთი მუნჯი წყულებიდან ვითარდება. და გადაცემის დასასრულ არ ვიცი, მინდა გკითხოთ ეს კითხვა, მაგრამ ვიცით თქვენი დამოკიდებულება სხვა კოლეგებთან და არ გიყვართ ხოლმე არავიზე რაღაცა ესე შენიშნის მიცემა, მაგრამ ცოტა ნუტრიციოლოგი ვარ და არ მაძლევს თავს უფლება რომ არ გკითხოთ ასე გავრცელებულია ჩვენთან ისეთი ოპერატიული ჩარეები, როგორც არის ბარიატრიული ქირურგია და ჩვენ სულ ფიქრობთ ხოლმე ბატონ ზაქარია, თქვენ ხშირად გვიზიარებთ თქვენ აზრს, რა იქნება შემდგომში, როცა გავაწყები, იმიტომ რომ ეს თემა და ეს საკითხი მოდი ღიად დავტოვოთ და მე დარწმუნებული ვარ რომ ერთი 10-15 წელიწადი კიდევ ვიქნები ამ თემაზე და აქტიური ექიმის სტატუსით ბატონ ზაქარია. ხო და აი რას ხვეთქვის მე ეს ბარიატრიული ოპერაციები შორეულ პერსპექტივაში თუმცა ჩვენი სურვილია როგორც გასტროენტეროლოგიური კლინიკის რომ ასეთმა ქირურგებმა და ასეთი ოპერაციული ჩარევის მერე გადმოამისამართოთ პაციენტი გასტროენტეროლოგთან, იმიტომ რომ როცა ასეთი მასშტაბური ჩარევა ტარდება გასტროინტესტინალურ ტრაქტზე, არ არის გამორიცხული იქ მერე ანატომია იცვლება მთლიანად და განსაკუთრებული მეთვალყურეობა ჭირდება ესეთ პაციენტებს, არა მარტო ნუტრიციოლოგიური თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, შეიძლება სტრუქტურები ჩამოყალიბდეს, იგივე წყლოვანი უბნები ხო, ასე ბევრი რაღაცაც მთელი ანატომია იცვლება ბატონ ზაქარია. ნევროლოგიური თვალსაზრისითაც ჭირდებათ მიხედვა ესეთ პაციენტებს. და ფიქრობ რომ თუ ჩვენი ენდოკრინოლოგიური მიმართულებით ჭირდებათ მიხედვა. თუ ჩვენი მიზანი არის რომ პაციენტი გავაჯამრთელოთ, მაშინ ალბათ სწორია რომ უნდა იზრუნოს ექიმო ბოლომდე, ხო და ერთადერთი ისეთი პაციენტის მართვა უკვე შეუძლია ბატონ ზაქარიასნაირ გასტროენტეროლოგს და კიდე ჩვენნაირ კლინიკას. და ჩვენნაირ ნუტრიციოლოგს. ბატონ ზაქარია, სამწუხაროდ გასტროინტესტინალური პრობლემები აწუხებს პედიატრიულ კონტინგენტსაც. ჩვენ ამ მხრივ გვყავს ბავშვთა გასტროენტეროლოგი. დავით მახათაძე. კი ბატონო, და რატომაც ყოველთვის თვლიან ხოლმე რომ ეს დაავადებები გასტროინტესტინალური პროს დასული ადამიანების პრობლემაა, თუმცა ბავშვები რა თქმა უნდა საქმე იმაშია რომ ბავშვთა ასაკში პედიატრები მართავს გასტროენტეროლოგიური პრობლემები
ადრე. იმდანაც არ იყო გამოხატული და პირველი ჩილები ორჩისაც კარგად ეხცასაც თორე ხოლმე. მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ დღევანდელ ბავშვებში ძალიან მოიმატა შფოთვა. და ძალიან გახშირდა ბავშვებში გასტროეზოფაგური რეფლუქსები. ეს საშუალებას იძლევა უკვე წყლოვანი დაავადებები ადრეულ ასაკში უვალდებათ. ამიტომ საჭიროება გაჩნდა ბავშვთა გასტროენტეროლოგის. და დღეს ერთ-ერთ დეფიციტურ პროფესიად გამოცხადდა საქართველოს სხვათაშორის. რა თქმა უნდა, ხო. და ჩვენ კლინიკა თანამშრომლობს ბატონ დავით მახათაძესთან და მოგმართავენ ბავშვების შემთხვევაში ჩვენ გამიცამართებთ ბატონ დავითთან აქაც ატარებს კონსულტაციებს და მოკლედ ნაყოფიერია ჩვენ თანამშრომლობა. გარდა ამისა ჩვენ კლინიკას მარტო გასტროენტეროლოგია არ აქვს განვითარებული ასეთ ძალიან კარგი ენდოკრინოლოგი მუშაობს ჩვენთან ქალბატონი ასმათ დავითულიანი წინვალთ მუშაობს ყავს პაციენტები და ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ენდოკრინოლოგია დღეს საქართველოში ქალბატონი ასმათი ყავს კარდიოლოგები როგორც ვთქვით კი ბატონო ჩვეულებრივი კარდიოლოგი ჩვენს მაყურებელს მინდა უთხრათ შეგვიძლია რომ ძალიან სიმპათიური და ძალიან კარგი ნუტრიციოლოგი ყავს ქალბატონი ლიზი მარტო თავისი გარეგნობით კურნავს ადამიანებს და ჭამის მადაზე მოყავს ხოლმე. გარდა ამისა ძალიან ხშირად ჩვენ კლინიკას მომართავენ ხოლმე ისეთი ფსიქიატრიული პრობლემები როგორც არის ანორექსია. ძალიან ხშირია და ჩვენ ვცდილობთ ახლა რომ ფსიქიატრი მოვიწვიოთ და ჩავთვალოთ კი ბატონო, ჩვენ არაჩვეულებრივი ნევროლოგი ყავს ქალბატონი ნევროლოგიური პაციენტები მინდა გავეცადო ის რომ ქალბატონმა თამარმა რომ დაიწყო ჩვენთან მუშაობა სკეპტიკურად იყო განწყობილი შედარებით რომ აქ რამ პაციენტები რამდენი უყავდესო პაციენტები კი იქნებიანო და კვირაში ორ დღე მუშაობს ჩვენთან და მე მგონი არ ყოფნის ეს ორი დღე და ძალიან მაგრამ მესამე და მეოთხე დღესაც დაიმატებს, იმიტომ რომ თვითონ არის გაოცებული ეს რა ძიმე კონტინგენტს მახვედრებს ბატონ ზაქარიანოვმა, იმიტომ რომ რატომღაც ნევროლოგია, გასტროენტეროლოგიის მიღმა დარჩა ისე, რომ ნევროლოგიურ თვალსაზრისით არ კი ბატონო, აქ ძალიან კარგად ვძნობთ ამ კავშირს სხვათა შორის ბატონ ზაქარია, იმიტომ რომ ყველა პაციენტი ფაქტიურად ჩვენ ყოველ შემთხვევაში ჩვენთან პაციენტს პასუხებს არ ვაძლევთ, როგორც არის დაუშვათ, რომ ჩვენ საქმე გავაკეთეთ და დანარჩენი მე შენთან მიხედე რა, რას უნდა მიხედოს, ცუდად არის ადამიანი და საკმაოდ წავიდეთ ხო? ხო. ამიტომ თავიდან ბოლომდე ხდება პაციენტის დიაგნოსტირებაც და პაციენტის მომსახურება თუ მას რამე ჭირდება. ძალიან კარგი ლაბორატორია გვაქვს ულტრათანამედროვე აპარატურებით აღჭურვილი, გვაქვს რადიოლოგიური კაბინეტი, ულტრაბირთულებს ატარებს ორი არაჩვეულებრივი სპეციალისტი ყავს. ანესთეზიოლოგიური გუნდი ასევე ჩვენთან აი წეგან საუბრობთ ენდოსკოპიურ კვლევებზე. ფაქტიურად აბსოლუტურად კომფორტულ გარემოში ტარდება, იმიტომ რომ გაუთკივარებაც არის, იქ პაციენტი ფაქტიურად ძინავს და ვერ იგებს ამას, ალბათ დიანა მესხისა და ბატონ ირაკლი ხელმოწაშილის დამსახურებით, ასევე დავიწყეთ მუშაობა კანის პრობლემებზე, კანის ვეგეტაციების მოცილება ხდება ჩვენთან და სხვადასხვა კანის ზედაპირული პრობლემების და მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი კლინიკა ვითარდება, ფართოვდება, აი ძალიან საინტერესო ამბავი დაანონსა ბატონ ზაქარიას ფსიქიატრიული დახმარება გვინდა, ვინაიდან კვებითი აშლილობებია ძალიან მომატებული. და ძალიან კარგი იქნება თუ ამ მიმართულებითაც შემოგვეხმიანებიან მსურველები, ვისაც უნდა ჩვენი არაჩვეულებრივი ოჯახის მე არ ვიტყოდი რომ მარტო გუნდის წევრი გახდეს ხო ბატონ ზაქარია, იმიტომ რომ
ნამდვილად ყველა აღნიშნავს ფოტოშოპის ამას კლინიკაში მოსული პაციენტი, რომ კაბინეტში ისე გადადიან, რომ თითქოს და ყველაფერი იცით, საიდან იცით, რომ რა მჭირდაო, მე მეკითხებიან ხოლმე, რატო? იმიტომ რომ ეს რაღაცა ყოველთვის ვარჩევთ, საუბრობთ ერთმანეთში და ეს ძალიან კარგია პაციენტისთვისაც და ჩვენ პაციენტთან საუბარი არ ბეზარება. ჩვენი ლოკაცია არის ქალაქ თბილისის სულხან-ცინცაძის 73 ნომერში, ესეც კიდე ერთი დამატებითი სარგებელი, იმიტომ რომ ძალიან ადვილი მოსასვლელია ჩვენი კლინიკა მართლაც, დღესდღეობით ქალაქში ესეთი პრობლემა გახდა ბატონ ზაქარია. ეს არის შეგახსენებთ ყოფილი საბურთალოს ქუჩა. ცოტა პარკინგის პრობლემა აქვს ხოლმე ჩვენ პაციენტებს. ესეც იმიტომ რომ ჩვენთან ბევრი პაციენტია ხოლმე და ამიტომ. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ბატონ ზაქარია, შეგახსენებთ რომ ჩემი გადაცემის სტუმარი იყო ჩვენი კლინიკის ხელმძღვანელი, მთავარი სპეციალისტი, ექიმი, გასტროენტეროლოგი, ენდოსკოპისტი ბატონი ზაქარია როჭიკაშვილი და ჩვენი საუბრის თემა იყო გასტროინტესტინალური სისხლდენა. და რაღაცა მეკითხები მიყავდა ზურგოს ტელემაგურებლებო, ბატონ ლიზი კუჩავას, ჩვენი კლინიკის ულამაზეს ნუტრიციოლოგს. დიდი მადლობა, ჯანმრთელობას გისურვებთ.